სარეალიზაციო ქსელში არსებული პესტიციდებისა და სასუქების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში იმისჯელეს. სააგენტო ბაზარზე წარმოდგენილი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის შემდგომში კი არარეგისტრირებული და გამოსაყენებლად უვარგისი ქიმიკატების რეალიზაციის აღკვეთას განახორციელებს. სააგენტო ამ მიმართულებით მიმდინარე წელს 120-მდე პესტიციდისა და 58 აგროქიმიკატის ნიმუშის შესყიდვას და ლაბორატორიულ კვლევასაც გეგმავს. დღეისათვის აღებულია 36 ნიმუში სამცხე-ჯავახეთის, გურიის, სამაგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებიდან. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის კი 6 ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა გაგვაცნეს ის ახალი რეგულაციები, რომლებიც შევა ძალაში, რომელიც უფრო ნათელს მკაფიოს გახდის აი ამ გამოყენებას, პრეპარატების გამოყენებას სოფლის მეურნეობაში და საერთოდ რა ახალი წესები იქნება, იმიტომ რომ რახან ჩვენი პროდუქცია უნდა გავიდეს ევროპის ბაზარზე, რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად უნდა ჩავართო. მაღალხარისხიანი აგროქიმიკატები, პესტიციდები არის ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ კარგი მოსავალი და ხარისხიანი მოსავალი. ძირითადი მიზანი ამ ღონისძიების არის ის, რომ აღიკვეთოს თუ ესეთი ფაქტები იქნება ვადაგასული, ფალსიფიცირებული, გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზაციის ფაქტები, ვინაიდან ცუდი პესტიციდი და მისი არასწორი გამოყენება იწვევს პროდუქციაში ნაშთებს, რაც უარყოფითად დაისახება შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობაზე.